ნინო წილოსანი არის დებილი. აი ასეთი სიტყვა დავწერე, ასე შევაფასე საქართველოს პარლამენტის დეპუტატად წოდებული ნინო წილოსანი მას შემდეგ, რაც ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა თიკო ერაძემ გაავრცელა ერთი ფრიად საინტერესო ვიდეო. ამ ვიდეოს ახლა მე თქვენ გაჩვენებთ. ძალიან საინტერესო ვიდეოა ჩემი მოსაზრებით და სხვა შეფასების უფლება თითქოს არ დამიტოვა სწორედ საქართველოს დეპუტატის მანდატით რომ სარგებლოს დეპუტატად წოდებულმა ნინოია წილოსანმა. სხვაგვარად ვერ შევაფასე. თუმცა ჩემს შეფასებასთან დაკავშირებითაც მე თვითკრიტიკული ვიქნები და მე უკვე ამ თემას შეურაცხყოფა მივაყენე თუ არა, შეურაცხყოფა უნდა მიაყენო თუ არა, უნდა მიაჭიკარტო თუ არა და ასე შემდეგ განვავცობ და სხვა ინგრედიენტებითაც გადავავსებ ამ ჩემს ვიდეო ბლოგს. ანუ სხვა მნიშვნელოვან საინტერესო ყურადღება მისაქცევ ასპექტებზეც ვისაუბრებ. ჯერ მოვუსმინოთ ნინო ია წილოსანს. სხვა შეს მე შემიძლია ნინო ია უწოდო, ნინჩო უწოდო, ნინო უწოდო, ნინიკო უწოდო, ჩემი კი არა, მათი ნინო უწოდო თუ ასე შემდეგ. ეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება, არის მოქცეული და ეს არ არის პრობლემა. პრობლემა შესაძლოა არის ის შეფასება, რომელიც აკი გაგაცანით კიდეც დებილია მეთქი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, სხვა გვარი შეფასების შესაძლებლობას ხშირ შემთხვევაში არ მიტოვებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და მისი კონკრეტული წარმომადგენლები. ნინო ია წილოსანს მოვუსმინოთ. ნახეთ. ხურეთ. თიკო ერაძე ეკითხება. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ქალბატონო დეპუტატო ნინო წილოსანა. ხედავთ თუ არა ანექსიის საფრთხეს. იცით თქვენ რომ სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული ლიდერი ჩავიდა მოსკოვში 9 მაისს. იქ რაღაც ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი. რუსეთი ემზადება იმისთვის რომ ნინო წილოსანს განვუმარტოთ. უყურეთ ქალბატონო ნინო. დებილი კი გიწოდეთ, მაგრამ მაინც დეპუტატი გონიათ თავი. და განგიმარტავ და სხვასაც განვუმარტავ. არსებობს 3 შესაძლოა მეტიც, მაგრამ 3 ძირითადი აგრესიის ფორმა, გამოხატულება და სახელდება. ეს არის ინტერვენცია, შემოიჭრა. ინტერვენციას როგორც წესი მოსდევს ოკუპაცია, შემოიჭრა და დაიკავა. ოკუპაცია არის დაიკავა. ინტერვენცია არის შემოიჭრა. ანექსია არის შემოიჭრა, დაიკავა და მიიერთა. 1921 წელს მოხდა ინტერვენცია, მერე ოკუპაცია და მერე მიერთება საქართველოსი საბჭოთა რუსეთთან და მერე უკვე საბჭოთა კავშირთან. ანუ მოხდა საქართველოს ანექსია. 2008 წელს მოხდა ინტერვენცია, 58 ჯარი არმია შემოვიდა რუსეთისა, დაიკავა ტერიტორიები დამატებით, ანუ ოკუპაცია, მაგრამ ანექსია როგორც ასეთი არ მომხდარა. აი, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია, ნახეთ როგორ ვღეჭავ, ანექსია მოხდა, ოკუპაციაც მოხდა, ინტერვენციაც მოხდა მანამდე და ანექსია მოხდა უკვე შემდგომ, ანუ რუსეთმა მიიერთა. ეხლა აი დონბასი მაგალითად ხდება თქვი თუ მოხდა უკვე ამ ტერიტორიის ანექსია, რუსეთს მეტი და მეტი უნდა, მაგრამ რაც მოხდა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ანექსია, მიერთება. ოკუპაცია ხო თავისთავად, მაგრამ საერთოდაც ანექსია. ამას გეკითხებოდათ, დაგიღეჭეთ, ხო? ამას გეკითხებოდათ თიკო ერაძე. ამას ეკითხებოდა, ეხლა უკვე ნინო წილოსანს არ ვიმართოთ, საზოგადოებას ვეთყვი, ამას ეკითხებოდა თიკო ერაძე, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? საქართველოს პარლამენტის დეპუტატად წოდებულზე, ანუ კანონმდებელზე, რომელმაც კანონი უნდა მიიღოს, დეკლარაცია უნდა მიიღოს, საშინაო ან საგარეო და ასაგარეო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს, რომელიღაც კომიტეტის წევრი უთუო და არ ვიცი სიმართლე გითხრათ, რომელი კომიტეტის და ღმერთმა ქნას თუ არ იყოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ან თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი, თუმცა შესაძლოა ამისიც არის, ვერ გეტყვით, ნინო წილოსანს ვიცე-სპიკერია, მოდის ვიხდი, ეს არ დამავიწყდეს. და ნახეთ, რას პასუხობს, ოდნავ გადავახვიოთ. ეს ხედავთ თუ არა, თქვენ ანექსიის საფრთხეს, ანუ დრო დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ, ვისი მხრიდან, ვის რო დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ, ვისი მხრიდან, ვის ანექსიას. ბუნებრივია, რომ თიკო ერაძე არ გეკითხებათ ისრაელის მხრიდან ლიბანის ანექსიაზე. ან არ გეკითხებათ
არ გეკითხებათ შეერთებული შტატების მხრიდან კუბის შესაძლო ანექსიაზე. ბუნებრივია რომ თიკო ერაზე გეკითხებათ რუსეთზე და ამ შემთხვევაში ცხინვალის რეგიონს სამხრეთ ოსეთზე რა არასწორად უწოდებთ ხოლმე ჩვენს შეგვეშლება ხოლმე. თიკო ერაზე მე მაინც მიუხედავად იმისა რომ რთულია რომ უნდა აღშფოთდე ამ დროს და გავარდე ან უთხრა რომ დებილი ხარ. თიკო ერაზე არ ეუბნება რომ დებილია ამას უკვე მე ვამბობ სტატუსში როცა ეს ვიდეო კონტენტი გავაზიარე და თიკო ერაზე მე განუმარტავს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მეკითხებით ამას. ხო და ეს ვიდეო რომ ნახე თიკო ერაძის მიერ გავრცელებული გულახდილად გეტყვით რომ აღმომხდა დებილია მეთქი. ახლა ბევრი თქვენგანი ან ზოგი თქვენგანი მე მეტყვის და მკითხავს რომ კი მაგრამ ირაკლი საჯარო სივრცეში ხარ. დეპუტატია ან დეპუტატად წოდებულია ქალბატონია. ნამდვილად რაც არის. და საჯარო პირია ისიც. ესეც არის. რატო შეურაცხყოფ ადამიანებს? რატო აყენებ შეურაცხყოფას? მე მინდა ვიყო თვითკრიტიკულიც და ობიექტურიც. კვლავ ვიმეორებ ეს ჩემი ამოძახილი რომ დებილია ეს არის ემოციური იმ მომენტში იმ წამს სხვა სიტყვა ვერ მომაფიქრდა იმიტომ რომ ამგვარ რამეს რომ ნახავ უსმენ ძალიან ძნელია თუ სწრაფად მინდა რომ რეაგირება მოახდინო ძალიან ძნელია არაშეურაცხმყოფელი სიტყვით მათი მოხსენიება მაგრამ თუ დავფიქრდებით მე შევწდი შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო არავის და მათ შორის არც ნინო წილოსაც თვითკრიტიკული ვარ თქვენს თვალწინ მე გადავაკეთებ ამ სტატუსს ცოტა ხანში გამახსენდეს თავარია ჯდება თუ არა ჩემი ამოძახილი დებილია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ალბათ მაინც ჯდება ნინო წილოსანმა რო თქვა ჩემზე დებილია იდიოტია ამის კრეტინია დეგენერატია და ასე შემდეგ ესეც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩაჯდება ალბათ კი არა ნამდვილად მე ვაყენებ შეურაცხყოფას ისიც მომაყენებს შეურაცხყოფას და არც ერთ შემთხვევაში ეს არ შეიძლება იყოს ჩვენ შორის სამართლებრივი დავის საფუძველი. ანუ წილოსარმა მეწესით არ უნდა მიჩილოს თუ მიჩილეს მისინება, მაგრამ მან რო მომაყენოს ამგვარი შეურაცხყოფა მე მას არ ვუჩივლებ. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება, თუმცა რასაკვირველია სასიამოვნოდ მოსასმენი არ არის. ამ ყველაფრის მიუხედავად თვითკრიტიკული ვარ აქ გითხარით და ალბათ კი არა ნამდვილად არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა 48 წამი უნდა განელდე, როცა ამგვარ დებილობას მოისმენ, განელდე და მე უკვე ვრცელი სტატუსი ან მეტნაკლებად ვრცელი, თუ მაინც და მაინც რეაგირებაა საჭირო აუცილებელი ვრცელი სტატუსი უნდა დაწერო ამ დეპუტატად წოდებულზე და აუხსნა საზოგადოებას და მასაც მონიშნო თუ გნებავთ, თუმცა წაშლილი ვყავარ, დაბლოკილი. და მონიშნო და უთხრა რომ აი ისა ანექსიამდე არის ოკუპაცია დაგეჭო. ოკუპაციამდე არის აი ნახეთ ამ წყაროს მიგითითებთ არა ის წყარო მაგრამ ესათია ვიკიპედიაში ჩაიჭყიდეთ ქალბატო ნინო ნინჩო ავისი ათო ნინიკო და ასე არ ვიცი მაგრამ დებილია მაინც ალბათ არ უნდა თქვა თუმცა კვლავ ვიმეორებ ეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ეხლა რატო ყვები ამ ყველაფერს თვითკრიტიკული ვარ აქ გითხარით ოცნება ქართული ოცნება ქმნის სპეცსამმართველოს რომლის მიზანით საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შეურაცხყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიქმნა სამმართველო, რომლის ფუნქცია საჯარო სივრცეში და ასე შემდეგ იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ალბათ მაინც ეროვნებად შორისი შუღლი იგულისხმება, ღირსების შელახვას, მე აქ შევლახე ალბათ კალტონინოს ღირსება. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიულ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქეების საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს, ანუ დაგვაკვირდება ყველას, დააკვირდება ტაბლიაშვილს, აღმოაჩენს რა რომ ტაბლიაშვილმა დაწერა სიტყვა დებილია ნინო წილოსანზე მართებულად თუ არამართებულად, მე უკვე სამართლებრივ შეფასებას მისცემს ამ ყველაფერს და თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში და დაიწყება დავა ჩემსა და ალბათ წილოსან შორის. საშიში
ამბავია ეს და ცუდი ამბავია. გეტყვით, იმიტომ კი არა რომ რაღაც ვინმე შეურაცხყოფის მომხრეა, შეურაცხყოფის მიხენების მომხრეა, ან აღმაშფოთებელი არ არის სიძულვილის ისენა, რომელიც ჩვენ სოციალურ ქსელში არის ესე ფართოდ გავრცელებული, თუ ერთი და თუ მეორე მხრიდან. საშიში ამბავია ეს, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ან მე როგორც ვარაუდობ, ესენი გამადიდებელი შუშით ეს სამმართველოში ვინც იმუშავებს ის პირები, მონიტორინგს ვინც განახორციელებს, დააკვირდებიან ტაბლიაშვილებს და კონკრეტულ ტაბლიაშვილზე ცხადი არ არის საუბარი. იმ პირებს, რომლებიც ნინო წილოსანს და სხვებს შეურაცხყოფას აყენებენ ნამდვილს, ან მიიჩნევენ, რომ შეურაცხყოფილნი არიან ხსენებული წილოსანი, ან სხვა შემთხვევაში ზარქუა და კიდე სხვა შემთხვევაში არ ვიცი პაპუაშვილი პირობითად. და არც ერთ შემთხვევაში არ დააკვირდებიან საკუთარივე ტროლებს, რომლებიც მათ სათამაშოები ვიტყავთ მოქოქილები და რომლებსაც პარტია, სუსი, კიდე რაღაც არის სიპები, აიპები, სახელმწიფო უწყებები, ნახევრად სახელმწიფო უწყებები 20, 30, 50, 50 თუ 100 ლარს უხდიან იმისთვის, რომ იმ ადამიანებმა, იმ ტროლებმა, სხვა გვარსახელებით მოქმედებმა, აქვე გეტყვით უმრავლეს შემთხვევაში, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს დაუწერონ ის, მიმართონ ისე, როგორც მიმართავენ, ან დაუწერონ ის, რაც გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების ფარგლებში არ ან იშვიათად იჭდება. დიახ, ტაბლიაშვილმა რომ შესწოდოს და რომ შესწოდოს, უფრო ზუსტი რომ იყო მონიტორინგის სამსახური სამართლებრივ ან არ ვიცი როგორაც ქვია ამას, სამართლებრივ შეფასებას მისცემს ამგვარი სამმართველო და გადააგზავნის მასალებს სასამართლოში და იტყვის, რომ აი ტაბლიაშვილსა და წილოსანს შორის უნდა დაიწყოს სამართლებრივი დავა, სავარაუდოდ მაინც ადმინისტრაციული ხასიათისა და ტაბლიაშვილს უნდა დაეკისროს 2000 ლარი, თუ არ გადაიხდის, ამ შემთხვევაში დაუყადახებდება ანგარიშები და როცა იქნება ჩამოერთდება მას 2000 ლარი, როცა მის ანგარიშზე მოხდება ესა თუ ის დარხა. და თუნდაც სწორი იყოს ეს ყველაფერი, ანუ მართლაც ასე ძიმეთ შესაფასებელი, ძიმეთ ჭყალებში დასასჯელი ვიყო მე, არც ერთ შემთხვევაში ეს მონიტორინგის სამსახური თუ სამმართველო არ მიაქცევს ყურადღებას უშუალოდ ტაბლიაშვილის ან სხვების. მართლა საკუთარ თავზე რო არ გავამოვიდეს ლაპარაკი, რა კამპანიებს აწარმოებენ მამუკა მდინარაძეების, ნინო წილოსანების, ზარქუების, დიმიტრი სამხარაძეების, სხვების მიერ მოქოქილი პარტიისა და სუსის მიერ კალაძეების, რაც მნიშვნელოვანია, მოქოქილი ტროლბოტები, რომლებიც ოპერირებენ კი არა. ოპერირებენ თუ გნებავთ ან ასე ვიტყვი, რომლებიც არიან საზოგადოებრივ ასპარეზზე სხვათა გვარ სახელებით. აი, მაგალითად, ჩემი რილსები ვრცელდება. ერთ-ერთ რილს აი 3-4 დღის წინანდელს აქ 87,000 თუ 90,000, რაღაც 500 ნახვა, ну 100,000 ნახვა პირობითად. კი არა, ნამდვილად მართლა 90-100,000 უკაკუნებს. და შესაბამისად რაღაც 700 რაღაცა კომენტარი. ამ 700 რაღაცა კომენტარიდან ტროლები, ხელისუფლების მიერ მოქოქილები უმრავლეს შემთხვევაში მიწერენ არა მხოლოდ იმას, რომ მე შეუხედავი ვარ, მახინჯი ვარ, თვალებს ვაპრუწუნებ, თუ ვაპრაწუნებ და ასე შემდეგ, ანუ მიწერენ არა მხოლოდ იმას, რომ მე დებილი ვარ, ანუ იმ სიტყვას რითიც როგორც მიუმართე მე, როგორც შევაფასე მე ნინო წილოსანი, არამედ მე მუქრებიან და ჩემზეც არ არის საუბარი, არავის არ ეშინია მათი მუქარისა ცხადია. მე მუქრებიან მეუღლის, არ ვიცი, სარზეგაც შვილის შეურაცხყოფის მიყენებით, ფიზიკური დაჩაგვრით, ძალადობით, შვილის, მეუღლის, დედის, რა ვიცი, ოჯახის წევრების და ასე შემდეგ მიმართ. მე ხა ეს ყველაფერი ფეხებზე მკიდია რასაკვირველია. მაგრამ მე დავსვამ კითხვას, ეს სამმართველოა თუ რა ჯანდაბაც იქნება. ამ ადამიანებს გააკონტროლებს, იმიტომ რომ სხვათა შორის აქვე ვიტყვი, რომ გარკვეულზე ხშირად ან გარკვეულ შემთხვევებში აი ეს სიტყვები, რომლითაც მიმართავენ ტაბლიაშვილს ერთ შემთხვევაში თუ ზურა ჯაფარიძეს მეორე შემთხვევაში, კიდევ ერთ დეტალს გავამხილ ზურა ჯაფარიძესთან იმართებაში. ხო, და ესე სარდოდ ამავიწყდეს, სადარი კალამი არა გვაქვს. ხო, მათი დათქვამებიც კი ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ოღონდ ისეთი აგრესიული გამონათქვამები, შეძახილები, კომენტარები დაგხვდება, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ჯდება. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ტაბლიაშვილის გამოხატვის, წილოსანის გამოხატვის, იმ ტროლის გამოხატვის, ტროლის თუ ნამდვილი ადამიანის გამოხატვის და სიტყვისა და გამოხატვის უფლება გაცილებით ღირებული ამბავია. აი ხო არ ამოვნებს, მაგრამ გაცილებით ღირებული ამბავია, ვიდრე ბუქარაზე გადავლე, რასაკვირველია, ვიდრე ჩემი სურვილი, რომ ჩემი ეგო იყოს
მხარდაჭერილი, ჩემი ეგო იყოს დავაკმაყოფილებული, ჩემი ღირსება იყოს არ იყოს შელახული, ისევე როგორც ნინო წილოსანისა და ასე შემდეგ. დიახ, მძიმე მოსასმენია სიტყვა დებილია ნინო წილოსანისთვის, რასაკვირველია, ნაკინითხაით გადავაკეთებ მეთქი. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ტაბლიაშვილს და სხვას. ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება და ვინმე არ აკონტროლებდეს გავადიდებელი შუშით არ აკვირდებოდეს ვიღაცა, რომელიც ამასთან სეგრეგაციულად დააკვირდება ადამიანებს, ანუ ოპოზიციის წარმომადგენლებს, კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს შეაფასებს და სამართლებრივ შეფასებას მისცემს და საჭიროების შემთხვევაში თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში ამ ადამიანებზე, ვიდრე ტაბლიაშვილის წილოსარის თუ სხვათა და სხვათა ეგოს დაკმაყოფილება. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა და ჯდება, მე მაინც გადავაკეთებ, მაგრამ ჯდებოდა და ჯდება სიტყვა შეძახილი ნინო წილოსანთან დაკავშირებით დებილია, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ჯდება კრებსით ნინო წილოსანების მიერ მოქოქილი თოჯინების ტროლების მიერ გაკეთებული წარმოებული ის კამპანიები, რომლებსაც ეს სამმართველოა თუ ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ზოგადად ქართული ოცნება, ანუ ბანდა ხელისუფლებისა არ გამოიზიებს, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ არსებობა, ისინი საზრდოობენ სწორედ შეუძლიათ არსებობა სწორედ ამ ხით ჩატეხილობის და ამ სიძულვილის სივრცეში. მამუკა მდინარაძეს, ნინო წილოსანს, ხვებს და ხვებს თანაბარ კონკურენციაში. თუ ამგვარი სიძულვილი არ იქნება მათ შორის მეინსტრიმ მედიის მიერ დანერგილი, ანუ იმედის ასე მაგალითად, თუ ამგვარი კამპანიები არ იქნება და ამგვარი სიძულვილი არ იქნება სხვათა მათგან განსხვავებულების მიმართ, ისინი თანაბარ ვითარებაში კონკურენციაში უბრალოდ დამარცხდებიან. მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი, რომლებიც ვერ არჩევენ ნინო წილოსანი კონკრეტულად. რა სხვაობა ანექსიასა და ოკუპაციას შორის დამარცხდება თანაბარ კონკურენციაში ნებისმიერ ოპონენტთან. აი ბურთი და აი მოედანი, აი სივრცე, ასე მაგალითად ფორმულასი მოვიდეს და მე მოვიყვან მის ოპონენტს, ნებისმიერ ქალბატონს თუ ვაჟბატონს, პოლიტიკოს საჯარო სივრცეში მყოფს, ნებისმიერ თემაზე ვილაპარაკოთ. ოკუპაციიდან დაწყებული, ოკუპაცია ანექსიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობით დაასრულებული, ვიცე-სპიკერია ეს ქალბატონი, რომ ვიცოდეთ მაინც. სურა ჯაფარიძეზე ორ სიტყვას ვიტყვი და მე უკვე გადავაკეთებ სტატუსს. არა იმიტომ რომ უკან ვიხევ, რასაკვირველი არა, უბრალოდ მართლა შეურაცხყოფელია და არ უნდა გამოვირჩეოდე მე მაინც რაღაც ჩემი სიმაღლე ლეველი ეგრეთ წოდებული და მეჭიროს. არ უნდა აყენებდე შეურაცხყოფას, მიუხედავად იმისა, რომ უარეს იმსახურებს ადამიანი, რომელიც ვერ არჩევს ოკუპაციასა და ანექსიას ერთმანეთისაგან. სურა ჯაფარიძეზე ვიტყვი ორ სიტყვას. ჩემდა სამწუხაროდ მე გეტყვით გაგიმხელთ, რომ სურა ჯაფარიძის ადრეული აქტივობების დროს მე აღმოვაჩინე რაღაც კომენტარებს ხო კითხო, ჩაუყვები ხოლმე საბოლოო ჯამში რაში მაინტერესებს ახლა რას უწერენ. ასე მაგალითად სურა ჯაფარიძეს ჩავუყევი და აღმოვაჩინე ერთი პირის კომენტარი, ერთხელ და ორჯერ კი არა, 7-ჯერ თუ 10-ჯერ, რომელიც ჩემთვის ნაკლებად ძვირფასი არ არის. საკმაოდ ძვირფასი ადამიანი, მოდი ასე ვიტყვი, თქვენის ნებართვით უფრო იყო ვიდრე არის. ცხადი არ გავაფრთხილ გვარსა და სახელს. ოღონდ როგორ რამეს უწერს იცით? აი მართლა ტროლები რო წერენ იმგვარ რამეს. არ გავაფრთხილ ცხადია გვარსახელს, სურა ჯაფარიძეს მესმის რო შეგიძლია გააკრიტიკო, მაგრამ აი აშკარად ემჩნეოდა, ეტყობოდა იმ კომენტარს, საჯარო კომენტარს, ეტყობოდა რომ ფულგადახდილი კომენტარი. აი გულახდილად გეტყვით, რომ დამეთუთქა გული. დამეთუთქა, იმიტომ რომ ჩემთვის საკმაოდ ძვირფას, ადრევით უფრო და ახლაც. ერთგვარად ძვირფას ადამიანზეა საუბარი, ერთგვარად ძვირფასი ადამიანი იყო იმ კომენტარის ავტორი. მე გავარკვიე კი არა, შემომხვდა მისი ამ პირის სხვა საჯარო კომენტარები, სწორედ მეტწილად პოლიტიკოსების სტატუსებზე ან საჯარო აქტივობებზე, Facebook-ზე გავრცელებულებზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბალისზე თავდადებული დავფიქრდი, კი მაგრამ თვით ინიციატივა კი ამ ახალგაზრდა, პრინციპში მაინც ახალგაზრდა კაცისა რატომ ჩადის ამას? არასოდეს პოლიტიკური თვალსაზრისით გამორჩეული არ ყოფილა, არ აინტერესებდა უმრავლეს შემთხვევაში. მიშა სააკაშვილის პოლიტიკა, საგარეო თუ საშინაო შეცდომები თუ დანაშაულები არ აკრიტიკებდა, ან ნაკლებად აკრიტიკებდა. კარგი იმხანად მაინც არ იყო სოციალური ქსელი ესე განვითარებული. უკვე შემდგომ პერიოდში არ აკრიტიკებდა პრაქტიკულად არავის. მოკლედ პოლიტიკური თვალსაზრისით
კარგი კონოტაციით პოლიტიკური ცხოველი არ ყოფილა, იყო რა თავისთვის რა. იდიოდა, მოდიოდა, არც არაფერს არ ქმნიდა და არც არაფერს არ აკეთებდა. და ბალისზე თავდადებულმა თავი რომ დავდე, ანუ ხო? დავფიქრდი და მოვიფიქრე კი არა ასეთი რამ ასეთმა რამემ გამიელვა თავში, რომ ეს ჩემი ძვირფასი ოდესღაც და ახლაც ნაწილობრივ ძვირფასი ადამიანი რეალურად არის ტროლი. აღმოჩნდა, ოღონდ საკუთარი გვარსახელით პოზიციონირებს, ესეც უნდა ვთქვათ. ან ტროლობს, ან ვერ ხვდება, უფრო ზუსტი დეფინიცია ალბათ იქნება ის, რომ ვერ ხვდება, რომ ტროლობს. აქვე ვიტყვი არ დავასახელებ სახელმწიფო უწყებას, რომ ის სახელმწიფო უწყების თანამშრომელია. მე მას ერთხელ თუ ორჯერ ამ ხნის განმავლობაში, ეს არის დაახლოებით 2 წლის წინანდელი ამბავი, ვუთხარი, რამდენადაც მახსოვს, ვუთხარი ძალიან ბილად, ტექნიკურად, დიპლომატიურად, მინიშნებით. ასე შემდეგ, მაგრამ რა ვიცი, არ დამიჯერა. ან შეიძლება დამიჯერა კიდეც, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მის აქტივობებს არ ვადევნებ თვალყურს. მაგრამ გული კი ჩამწყდა. რაც შეეხება ჩემს შეძახილს, ამოძახილს ნინო წილოსანთან დაკავშირებით გაჩვენებთ, რაც დავწერე, ანუ მე ესე იგი საქართველოს ბოდიში მე ისა უკაცრავად მე საკუთარი როგორი საოცარია მე კი არ გამიზიარებია მე თიკოს ბოდიში თიკოს პასუხად დამიწერია ეს ყველაფერი ბოდიში all comments სად არის მოდარებით ხა ისე არ გამოვიდეს რომ შევრცხვი ვერ პოულობ newest რა ვიცი რა უნდა ვქნა შტერუკა გონება ჩლონგის ხებიც აღენებენ შეურაცხყოფას ბატი ტასიკო არ გავაბიბდეს ეხლა რომ ვერ პოულობ ჩემს most relevant რა ვიცი როგორ დამნახო ჩემსაც ვერ პასუხ ვერ პირველი კომენტარი იყო და გაქრა მაგრამ აქტივობებში არ ჩანს ბოდიში ერთ წუთს ესე იგი ესე არ არის და მაპატიოთ ეს როგორ არის აქტივიტი არა ესე არ არის ვიმე არა ის არ არის მოკლედ გპირდებით რომ ნახავ და სიტყვას დებილია ამოძახილს მე შევცვლი ხა დიდი პაუზა გამომივიდა და შევცვლი და ასე შეურაცხყოფით არ ვიქნები გამორჩეული არც ნინო წილოსანის და არც სხვათა მიმართ ვეცდები ყოველ შემთხვევაში მაგრამ მეორე მხრივ გადაპერიფრაზი დებილს თუ დებილი არ ვუწოდე კარგ სახელ არა დებილს სახელი რა დავარქო არა მაინც არ შეიძლება ალბათ მაგრამ მაინც გალტონინო დაიმახსოვრეთ ინტერვენცია შეიჭრა ოკუპაცია დაიკავა და ანექსია მიიერთა ანუ ეს თქვენთვის ცუდი ჟურნალისტები რომ ჩაგისაფრდებიან თიკო ერაზის მსგავსები და ამგვარი კითხვებით რომ მოგმართავენ თქვენ უნდა მიიღოთ სერიოზული სახე და იმისთვის რომ ტაბლიაშვილმა არ დაუშვას ესეთი შეცდომა ბრჭყალებში თუ ბრჭყალებოთ ანუ არ გიწოდოთ დებილი თუნდაც ამისთვის უნდა მიიღოთ სერიოზული სახე და უნდა უპასუხოთ რომ დიახ ჩვენ ვფიქრობთ იმაზე რომ რუსეთი აპირებს ანექსიას მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ რუსეთმა ეს ვერ მოახერხოს ამის შემდეგ უკვე დებილს კი არა დებილს გიწოდებთ ყოველი მეორე ირაკლი ტაბლიაშვილი თუ სხვა ნახვამდის